გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის კავშირს შორის ისტორიული შეთანხმების შედეგად. გიბრალტარსა და ესპანეთს შორის 100 წელზე მეტი ხნის საზღვრის ღობე იშლება. გიბრალტარი ბრიტანეთის ტერიტორია იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ წვერზე, მაროკოდან არცისეს შორს. ეს შეთანხმება Brexit-ის ერთ-ერთ ბოლო დიდ დავას აგვარებს, თუმცა გიბრალტარის სუვერენიტეტის გარშემო არსებულ უფრო ღრმა კამათს ხელუხლებელს ტოვებს. ეხლა ჩვენთან ზუმით ერთვება კეტრინ ბარნარდი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ევროპული სამართლის პროფესორი. მადლობა რომ აქ ხართ. მადლობთ. საინტერესო ამბავი აქ. თხოვთ პირველ რიგში აგვიხსნათ, რატომ იყო ეს ღობე ასე აუცილებელი საუკუნის განმავლობაში, უბრალოდ დასაწყისისთვის. ხო, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გიბრალტარი გაერთიანებული სამეფოს ნაწილია და ესპანეთი ყოველთვის ამბობდა, რომ ის უნდა ეკუთვნოდეს ესპანეთს. გეოგრაფიულად ეს ლოგიკურია, მაგრამ გიბრალტარელები ამბობენ, არა, ჩვენ გვინდა ბრიტანელები ვიყოთ. და მართლაც Brexit-ის რეფერენდუმზე მათ 95%-მა მისცა ხმა ევროკავშირში დარჩენას, მაგრამ მაინც სურდათ გაერთიანებული სამეფოს ნაწილი ყოფილიყვნენ. ამიტომ ყოველთვის იყო ეს დაძაბულობა ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის და ამ შეთანხმებას ეს დაძაბულობა არ მოუხსნია. ასე რომ კითხვა ესეთია, ამდენი ადამიანის იქ გავლით, ხომ არ იყო პრობლემები ამის გამო, ანუ რა იყო? იცით, რაც შეეხება შესვლასა და ხალხის გავლას, რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და ეხლა რა იცვლება? დაახლოებით 15,000 ეგრეთ წოდულებით საზღვრის მუშაკია, რომლებიც ყოველ დღე გადაკვეთენ საზღვარს. ისინი ძირითადად ესპანეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც გიბრალტარში მიდიან და იქ მუშაობენ, მაგრამ ასევე არიან ბრიტანეთის მოქალაქეებიც, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებიან. და როდესაც ევროკავშირმა შემოიღო თავისი EES შესვლისა და გასვლის სისტემა, რომელიც მოითხოვს, რომ ყველა არაევროკავშირის მოქალაქეს საზღვარზე აუღონ ანაბეჭდები და ფოტო, ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეანელა საზღვრის გადაკვეთა. საზღვარზე დიდი რიგებია, ამიტომ იდეა იყო, რომ ხელშეკრულების არსებობა ამ პრობლემას მოაგვარებდა და ზუსტად ეს გააკეთა გიბრალტარის ხელშეკრულებამ. ეს არის ხელშეკრულება ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. და ფაქტობრივად ესპანეთის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირში მუშაობენ, შეძლებენ წავიდნენ და იმუშაონ გიბრალტარში, პირდაპირ შევიდნენ გიბრალტარში, ისე რომ მათზე არ გავრცელდება EES-ის ან სხვა საზღვრის კონტროლის ზომები. ეს შეთანხმება აგვარებს Brexit-ის ერთ-ერთ ბოლო დიდ დავას. რას ნიშნავს ეს Brexit-ის შეზღუდვებისთვის? ასე რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანია. გიბრალტარი არ იყო ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ნაწილი. ეს არის შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის. ამიტომ გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის გიბრალტარის შესახებ ცალკე ხელშეკრულება იყო საჭირო. და სწორედ ეს მოხდა აქ. ეხლა ამ ხელშეკრულებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია. ერთი მხრივ ის ძალიან ახლოებს გიბრალტარს ევროკავშირთან. გიბრალტარი ხდება საბაჟო კავშირის ნაწილი ევროკავშირთან. ამიტომ საქონელი თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ გიბრალტარმა უნდა დაიცვას ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობა და ევროკავშირის საქონლის შესახებ კანონები. მაგრამ მეორე მხრივ და ალბათ გიბრალტარელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ იმ 15,000 საზღვრისპირა მუშაკისთვის თავისუფალი გადაადგილება იქნება. იცით, გიბრალტარი რჩება როგორც ევროკავშირის, ასევე შენგენის ზონის გარეთ, მაგრამ წესები ახლა მოქმედებს მის აეროპორტსა და პორტში. თქვენი აზრით, რამდენად უჩვეულოა ეს სამართლებრივი შეთანხმება? ანუ ეს მართლაც საკმაოდ გამორჩეულია. ასე რომ გიბრალტარი არ იქნება შენგენის ზონაში და შენგენის ზონა საშუალებას აძლევს თავისუფალ გადაადგილებას ყველა იმ ადამიანს, ვინც შენგენის ზონის ფარგლებშია. მაგრამ ის იქნება შენგენის ზონასთან ასოცირებული, რაც ნიშნავს, რომ ესპანეთის სასაზღვრო კონტროლის ოფიცრები იმუშავებენ აეროპორტებში, აეროპორტში და პორტში გიბრალტარში. იქ იქნება ორმაგი კონტროლი, რაც ნიშნავს, რომ გიბრალტარელები შეამოწმებენ, ვინ შემოდის, მაგრამ ასევე ესპანელებიც შეამოწმებენ, ვინ შედის გიბრალტარში. და ეს სუვერენიტეტის საკითხებს აჩენს. სწორედ ამას ამბობენ ბრიტანეთში მემარჯვენეები, რომ ეს არის საშინელი ჩარევა დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტში, რადგან პირველად ისტორიაში გიბრალტარში ესპანელი სასაზღვრო ოფიცრები სხედან და წყვეტენ ბრიტანელი
მაცხოვრებლები, ანუ ადამიანები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ შევიდნენ გიბრალტარში. და თუ ბრიტანეთის რეზიდენტები, ანუ ადამიანები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, თუ მათ ძალიან დიდი დრო გაატარეს ევროკავშირში, გადააჭარბეს 180 დღიდან 90 დღეს, ესპანელები ამბობენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებს გიბრალტარში შემოსვლა არ შეუძლიათ. კარგი, დიდი მადლობა პროფესორ კეტრინ ბარნა. ძალიან ვაფასებ, მართლა ძალიან საინტერესო თემა იყო. მადლობთ.